სამშაბათს 1990 წელს 23 მაისს იშვიათი ტაიფუნი დაატყდა ტაილანდის ყურეს, რის შედეგადაც გადაბრუნდა საბურღი გემი Seacrest-ი. 97 ეკიპაჟის წევრიდან 91 ვერ გადარჩა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთელი რიგი განახლებები და გამოთვლებები. Unocal კორპორაცია ამერიკული ნავთობის კომპანია. მისი ფესვები მე-19 საუკუნის ბოლოსამდე მიდის. მისი მთავარი ოფისი ელ-სეგუნდოში, კალიფორნიაში მდებარეობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გლობალურ ენერგეტიკულ პროექტებში. Unocal სენდგაზის კონსორციუმის მთავარი წევრია. მათ დავალებული აქვთ თხანსაავღანეთის მილსადენის აშენება, რომელიც კასპიის რეგიონს ავღანეთის გავლით ინდოეთის ოკეანესთან დააკავშირებს. პროექტი გართულდა მას შემდეგ, რაც თალიბანმა 1986 წელს ქაბული ალყაში მოაქცია. მაგრამ Unocal-მა გზა იპოვა თალიბანთან თანამშრომლობისა და მილსადენის ასაშენებლად. 2005 წლის აგვისტოში Unocal-მა თავისი ნავთობის მოპოვების მთელი ბიზნესი Chevron-თან გააერთიანა, რის შედეგადაც Unocal Chevron-ის სრულად საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია გახდა. მიუხედავად იმისა, რომ Unocal დამოუკიდებელ ერთეულად ოპერირებას წყვეტს, ის კვლავ აგრძელებს მრავალ საქმიანობას Union Oil Company of California-ის სახელით, რომელიც ახლა Chevron-ის კომპანია. ბურღვის ხომალდი Seacrest-ი თავდაპირველად Scan Queen-ის სახელით აშენდა და მოგვიანებით სახელი Seacrest-ად შეეცვალა. ის აშენებულია Far East Livingston Shipbuilding Limited-ის მიერ სინგაპურში. ეკუთვნის Unocal კორპორაციას და მას ოპერირებას უწევს Great Eastern Drilling and Engineering Company-ს. ის რეგისტრირებულია პანამაში და დასრულებულია 1967 წელს. გემი არის 110 მეტრის სიგრძეში, 21 მეტრის სიგანეში და წყლის ხაზის ქვემოთ 7 მეტრს იკავებს. მობილური ოფშორული საბურღი ერთეულების, ანუ MODU კოდის მოთხოვნების შესაბამისად, გემს აქვს სამაშველო ნავები და სამაშველო აღჭურვილობა, რათა მთელი ეკიპაჟი იყოს დაცული. სოლისის, ანუ ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების იმდროინდელი რეგულაციები განსაზღვრავდა, რომ გემის ორივე მხარეს უნდა ყოფილიყო სამაშველო ნავები ეკიპაჟის სრული შემადგენლობისთვის. როდესაც ის გაეშვება, Seacrest იყენებს კელის და როტაციულ მაგიდას საბურღი იატაკის ცენტრში, რათა დაიჭიროს და დაატრიალოს საბურღი კოლონა. საბურღი კოლონა კელის გავლით გადის, რომელიც როტაციულ მაგიდაზე საბურღ კოლონას იჭერს და ატრიალებს. Seacrest 1991 წლიდან მუშაობს ტაილანდის ყურეში და ბურღავს გაზის ჭაბურღილებს Unocal-ისთვის. ბურღვისას გემი ჭაბურღილის ადგილას არის დამაგრებული 8 ღუზით, რომლებიც განაწილებულია გემის გარშემო. თითოეული ღუზა იწონის 14 ტონას და გემს უკავშირდება მავთულის კაბელებით, რომლებიც 50 მმ სისქისაა და 2000 მეტრზე მეტია სიგრძეში. 1999 წლის ზაფხულში Seacrest-ი გადის ტექნიკური მომსახურებისა და განახლების პროგრამას. ყველა ღუზის კაბელი იცვლება ახალით და ბურღვის სისტემა ახლდება. განახლება ახანგრძლივებს და აძლიერებს დერიგს, რათა შეძლოს top drive-ის მხარდაჭერა. დიდი top drive-ის DC ძრავა დამონტაჟებულია დერიგში დამცავ მოაჯირებზე. საბურღი კოლონა ზემოდან არის დაკიდებული და ზემოდანვე ატრიალებენ. ამ მოდიფიკაციების შემდეგ Seacrest-ზე ბურღვის პლატფორმის სტაბილურობა ხელახლა გამოითვლება და ეს გამოთვლები დამტკიცებულია ამერიკის გემების ბიუროს მიერ. Top Drive-ის ბურღვის სისტემის დამატებამ სიმძიმის ცენტრი მაღლა აწია. იმისთვის, რომ სიმძიმის ცენტრი დაბლა დაიწიოს და ხომალდი უფრო სტაბილური გახდეს, გემბანზე მდებარე ნავთობის ავზი გადაკეთდა ბურღვის წყლის ავზად, ხოლო ორი ცარიელი სივრცე ნავთობის ავზებად გადაიქცა. საბურღი დანადგარი არ შემოწმებულა მოვლისა და განახლების შემდეგ და მას არ აქვს სტაბილურობის თესტი, რომელიც სიმძიმის ცენტრის გამოთვლებს დაადასტურებდა. ის პირდაპირ ტაილანდის ყურეში აბრუნებენ, რათა ბურღვა გააგრძელოს. ტაილანდის ყურეში საბურღი გემი Seacrest 1999 წლის 31 ოქტომბრის სამშაბათიდან ტროპიკული ქარიშხლის პერიფერიაზე იმყოფება. ის დამაგრებულია და ბურღვას აწარმოებს პლატონგის საბადოში. ტაილანდის სამხედრო და საზღვაო ამინდის პროგნოზის სამსახური გაერთიანდა კერძო ამინდის სამსახურთან, რათა მიეწოდებინათ ინფორმაცია ქარიშხლის შესახებ UNOCL-ის ადგილობრივი პარტნიორისთვის, Mitsui ნავთობის კვლევის კომპანიისთვის. მათ ზუსტად განსაზღვრეს ქარიშხლის მოძრაობის გზა Seacrest-ის ოპერაციულ ზონამდე. სუპერინტენდენტი უგულებელყოფს ძლიერი ქარიშხლის გაფრთხილებებს და თავის გუნდს ეუბნება, რომ ტაილანდის ყურეში 50 წელია ტაიფუნი არ ყოფილა, ამიტომ მუშაობა გააგრძელეთ. სამშაბათს 2 ნოემბერს ბურგვითი სამუშაოები გრძელდება, მაშინ როცა ქარიშხალი ძლიერდება. 12:00 საათისთვის ქარიშხალი ჰორიზონტზეა, დაახლოებით 70 მილი სამხრეთ-აღმოსავლეთით Seacrest-დან. გემზე ქარის სიჩქარე მუდმივად 25 კვანძია, ხანდახან კი 38 კვანძამდე ძლიერდება. მისი სიმძლავრე მთელი დღის განმავლობაში იზრდება.
პარასკევის 3 ნოემბრის მოახლოებამდე იუნოკლი არ უზიარებს სიქრესტს ინფორმაციას მოახლოებული ტაიფუნის შესახებ. 4 წელზე მეტია გასული. მას შემდეგაც ტაიფუნი ტაილანდის ყურეში წარმოიშვა. ეს ძალიან იშვიათია. ჩვეულებრივ ტაიფუნები ყურის გარეთ წარმოიქმნება, რაც მეტ დროს გვაძლევს მათი სიმძლავრისა და ტრაექტორიის განსასაზღვრად. მოულოდნელად, შტორმის ძალა მკვეთრად იზრდება პლატონგის საბადოს მახლობლად, პარასკევს 3 ნოემბრის დილით. როდესაც ის სიაკრესს უახლოვდება, ამინდი მძვინვარე ტაიფუნად იქცევა და სიაკრესს არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს საზღვაო ამინდის პროგნოზება. იუნოკომა სიაკრესთან ამოიღო ის რადიოაპარატურა, რომელიც ამინდის სამსახურებზე თვალყურის სადევნებლად იყო საჭირო. ამის ნაცვლად გემის კაპიტანი ყოველდღიურად იღებს ამინდის ფაქსს იუნოკოლის სათაო ოფისიდან, რომელიც ბანგკოკშია და ეს ფაქსი იგზავნება კომპანიის ხელმძღვანელთან გემზე. ფაქსი წარმოადგენს ზოგად ამინდის ანგარიშს და არა სპეციალიზებულ საზღვაო ამინდის პროგნოზს, რომელსაც ტაილანდის სამხედროები უზიარებდნენ იუნოკოლს. ამის ნაცვლად იუნოკოლი აგზავნის ყოველდღიურ ანგარიშს ტაილანდის მეტეოროლოგიური დეპარტამენტიდან, რომელიც ბანგკოკში მდებარეობს და ძირითადად ხმელეთის ამინძეა ორიენტირებული. ჩვეულებრივ, ტაიფუნი ხმელეთზე გასვლის შემდეგ იშლება, ამიტომ ანგარიში ზღვაში ტაიფუნის სიმძლავრეს ნაკლებად ასახავს. 3 ნოემბერს საბურღი მილი 1130 მეტრის სიღრმეს მიაღწია. 24:00 საათზე ზედამხედველი საბოლოოდ გასცემს ბრძანებას საბურღი სამუშაოების შეწყვეტის შესახებ. 01:00 საათზე. ქარი და ზღვის მდგომარეობა ნიშნულოვნად ძლიერდება 03:00 საათისთვის. საბურღი მილი, საბურღი ხვრელში, ქვედა ჩამკეტებზეა ჩამოკიდებული, რაც არის ის ადგილი, სადაც საგანგებო სიტუაციაში მისი გადაჭრა შესაძლებელია. მაგრამ ბურღვის პლატფორმის მუშებს არ აქვთ დრო, რომ დერიქში ჯერ კიდევ ვერტიკალურად მდგომი საბურღი მილის 27 მეტრიანი მონაკვეთი საბურღ ხვრელში ჩაუშვა. ისინი იძულებულნი არიან დატოვონ მძიმე მილი დერიქში, ზედა დრაივთან ერთად დერიკის ზედა ნაწილში, რაც სიმძიმის ცენტრს მის უმაღლეს წერტილში გადააქვს. 04:30 საათზე დამხმარე, ხომალდი გრეიგარდი წდება მის სამაგრ ბუიას და იწყებს მანევრებს, რათა თავიდან აიცილოს სიქრესთან შეჯახება ტალღებსა და ქარში. 05:30 საათზე რაიზერი წდება მის სამაგრს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ სირთულეებს. რაიზერი არის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საბურღ ოლონას ამოტივტივებაში ეხმარება. დამხმარე ხომალდ გრეი გარც ნებართვა ეძლევა ტერიტორიის დატოვებაზე. 09:45 საათზე სიქრესტი კარგავს გავს ანკერის საკაბელოებს 3, 6, 7 და 8. როდესაც საკაბელოებზე 4 და 5 დაძაბულობა აღარ არის, ხომალდის სტაბილურობა დამოკიდებულია ანკერებზე 1 და 2. 09:05, 5-დან 10, 40-მდე. რადიოკავშირი წყვეტილია ელექტროენერგიის დაკარგვის გამო. ხარდამჭერი ხომალდები ამ ტერიტორიაზე ხედავენ, რომ სიქრესტი თავის პოზიციას ინარჩუნებს. 10:00 საათზე იუნოკოლი ბანგკოკში საგანგებო ცენტრს ქმნის, რათა თავისი ხომალდების ფლოტს დახმარება გაუწიოს. პლატონგის პლატფორმაზე განლაგებული მეთვალყურეები მზად არიან შესაძლო საზღვაო სამაშველო ოპერაციისთვის. 10:16 საათზე სიქრესტი ბანგკოკს უკავშირდება. ბანგკოკი ურჩევს გაათავისუფლონ ყველა კაბელი და ერთი ღუზა შეინარჩუნონ, ხოლო გემის მართვა ამინდის მიმართულებით განახორციელონ. ბანგკოკი პლატფორმას შტორმის მდებარეობის განახლებულ ინფორმაციას გადასცემს. სიქრესტი ბანგკოკს ატყობინებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წყალი რეზერვული გენერატორის ოთახში შედის, სიტუაცია სტაბილურდება. ქარის სიჩქარე 85 კვანძამდეა. 11:00 საათზე სიქრესტზე მყოფი კომპანიის აღმასრულებელი აცხადებს, რომ ხომალდი პირველ ღუზის საკაბელოზეა დამაგრებული და გემის მანევრირების ტრავები მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს. შემდეგ სიქრესტი იუწყება, რომ დაკარგეს მეორე ღუზა და მეოთხე და მეხუთე საკაბელოები მოდუნებულია. მხოლოდ პირველი ღუზა აკავებს ხომალდს. ბანგკოკი ურჩევს ხომალდს, რომ თუ პირველი ღუზის საკაბელო გაწყდება, უნდა გაუშვან მეოთხე და მეხუთე საკაბელოები. 12:17 საათზე ქარიშხლის თვალი პირდაპირ სიქრესტს გადაუვლის. მაგრამ სიქრესტი იუწყება, რომ პირველი ღუზა დაკარგეს და ხომალდი მარცხნივ 5 გრადუსით გადაიხარა, რადგან საბურღი აღჭურვილობა გადაიწია. ზღვის წყალი შეიჭრა საბურღი ხსნარის სათავსში და ხომალდის რამდენიმე განყოფილება დაზიანდა. ისინი ანაზღაურებენ ამას საბურღი ტალახის დონის რეგულირებით. ეკიპაჟის წევრები უკანა კაიუტებში შეშფოთებულნი არიან, რომ თუ საბურღი პლატფორმა დაიტბორება, ქვედა გემბანზე მოყვებიან. ისინი ცდილობენ უკანა გემბანზე გასვლას. როდესაც საბურღი პლატფორმა ქანაობს და ტალღები გემბანზე გადმოიქცევა, მამაკაცები სასუწარკვეთილები ეჭიდებიან მოაჯირებს და ცდილობენ ფეხზე მყარად დადგომას. კენტ ნოლანი, ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, სახანძრო შლანგს იღენებს, რათა მამაკაცებისთვის სამაგრი ხაზი შექმნას, რომ ეჭიდო. ეს სამაგრი ხაზი ეკიპაჟს საშუალებას აძლევს უკანა განყოფილება დატოვონ და გემბანზე თავი შეიმაგრონ.
12:50 საათზე სიაკრესტი ცდილობს დაუკავშირდეს საბურღი ხომალდს, რობრეტ ეტ-4-ს, მაგრამ შეტყობინება არ მიიღება. 13:26 საათზე სიაკრესტი აგზავნის თავის ბოლო შეტყობინებას. გემის მარცხენა მხარეს 5 გრადუსიანი გადახრაა და საბურღი მილი ამოვარდნილია. საძიებო სამაშველო ოპერაციას ხელმძღვანელობენ იუნოკლი და ტაილანდის საზღვაო ძალები. იუნოკლს არ აქვს საგანგებო რეაგირების გეგმა, ამიტომ ისინი ადგილზე იმპროვიზებენ. ისინი სამაშველო ოპერაციაში ჩართავენ ვერტფრენებს, ნავებს და მკვინთავებს. შაბათს 4 ნოემბერს ვერტფრენი პოულობს გადაბრუნებულ ნამსხვრევს, რომლებიც უკუღმა ტიუტივებს ჭაბურღილის ადგილიდან დაახლოებით 4 საზღვაო მილის მანძილზე. მკვინთავები შედიან ნამსხვრევებში, რათა მოძებნონ ჩარჩენილი ეკიპაჟის წევრები, ხოლო მომარაგების ნავები და ვერტფრენები მიმდებარე წყლებს ამოწმებენ გადარჩენილების საპოვნელად. მკვინთავები გემის ხიდზე 2 ცხედარს პოულობენ, მაგრამ გადარჩენილებს ვერ პოულობენ. კვირას 5 ნოემბერს იუნოქლის მომარაგების ნავებმა და ვერტფრენებმა დიდი ტერიტორია დაფარეს, დაახლოებით 30 მილის რადიუსში, სიკრესტიდან. ძებნის ტერიტორია განსაზღვრულია შეერთებული შტატების ეროვნული საძიებო და სამაშველო სახელმძღვანელოთი. გადარჩენილები არ აღმოჩენილა. 5-დან 6 ნოემბრამდე ტაილანდის სათევზაო ნავებმა და ტაილანდის საზღვაო ძალებმა 6 გადარჩენილი იპოვეს, 2 ცალკე ჯგუფში, თითქმის 70 მილის დაშორებით სიკრესტის ჩრდილო-დასავლეთით. ეხლა იუნოკლი უგულებელყოფს აშშ-ს საძიებო და სამაშველო სახელმძღვანელოს და ადგენს ტრაექტორიას, თუ სად შეიძლება მიედინებოდნენ გადარჩენილები, გათვალისწინებით ტალღების, ქარისა და დინებების გავლენას ტაიფუნის პირობებში. გამოთვლებმა აჩვენა, რომ გადარჩენილები პირველ 24 საათში უფრო შორს და სწრაფად მიედინებიან, ვიდრე საწყისი 30 საზღვაო მილის საძიებო რადიუსი. იუნოკლი საძიებო ძალისხმევას ამ რეგიონში გადაამისამართებს. 4 ტაილანდელი გადარჩენილი იუნოკლს სხეულის დაზიანებების გამო უჩივის, ხოლო დაკარგული ეკიპაჟის წევრების ოჯახები არამართგზომიერი სიკვდილის გამო სარჩელებს აყენებენ. ისინი 2 ძირითად მიზეზზე ამახვილებენ ყურადღებას. პირველ რიგში ისინი იუნოკლს პასუხისგებლობას აკისრებენ იმაში, რომ მან არ გამოიყვანა არასავალდებულო პერსონალი და არ მოამზადა სიკრესტი მძიმე ამინდისთვის ტროპიკული ციკლონის მოახლოებამდე. არსებული საზღვაო პროგნოზების საფუძველზე. მეორეც, ისინი ამტკიცებენ, რომ იუნოკმა ვერ უზრუნველყო გემის ზღვის უნარიანობა საბურღი რეჟიმის დროს, როდესაც გამოიყენებოდა ღუზიანი დამაგრება და საბურღი მილი დარჩა დერიქში, რამაც პირდაპირ გამოიწვია ზედა ნაწილში დამძიმებული ხომალდის გადაბრუნება. თავისი დაცვის სტრატეგიის ფარგლებში იუნოკლ თაილანდის იურიდიული გუნდი ქირაობს კერძო კომპანიას სახელად Failure Analysis Associates Incorporated, ანუ FAA. FAA ატარებს სრულმასშტაბიან გამოძიებას გემის დაკარგვასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. FAA-ს გამოძიება მოიცავს გემის ფიზიკურ მდგომარეობასა და დიზაინს, ამინდის გავლენებს, საძიებო სამაშველო ოპერაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლებს. ტაილანდელ გადარჩენილებს არ უსვამენ კითხვებს და მათი ჩვენება არ განიხილება კომპანიის გამოძიებისას. კომპანია არ განიხილავს თაილანდის სამხედროების მიერ UNOCL-თვის მიწოდებულ საზღვაო პროგნოზებს ქარიშხალამდე. ისინი ატარებენ სიღრმისეულ სტაბილურობის მიმოხილვას და ასკვნიან, რომ გემი შეესაბამება ამერიკული გემების ბიუროს სტანდარტებს და რომ გემის მოდიფიკაციამ, რომელშიც დამატებულია ზედაამძრავი ერთეული, გააუმჯობესა სტაბილურობა, რადგან საბურღი, წყლისა და ნავთობის ავზების გარდაქმნა მოდიფიკაციის ფარგლებში ბალასტს ზრდის. მაგრამ ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ვერ პოულობენ ABS-ის გამოთვლების ან სერტიფიკაციის ჩანაწერებს, რომლებიც გემის სტაბილურობასობას ეხება ზედაამძრავი ერთეულის დამატების შემდეგ. ისინი ასევე აღმოაჩენენ, რომ იუნოკლმა დაუშვა შეცდომები გამოთვლებში იმ მომენტისთვის, როცა გემი ქარში გადაბრუნდება. გამოთვლებში დაშვებული შეცდომებისა და ტესტირების არარსებობის მიუხედავად, მათი საბოლოო ანგარიში ამბობს, რომ გემის გადაბრუნების მომენტში ის სტაბილურობის მისაღებ სტანდარტებს შეესაბამება. შემდეგ ისინი ხაზს უსვამენ, რომ გემის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში მოცემულია ინსტრუქციები, რომლებიც საშუალებას აძლევს გემის ვერტიკალური სიმძიმის ცენტრს გადააჭარბოს მისაღებ ზღვარს, რაც შესაძლოა სტაბილურობის შემცირებას გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, FAA ამბობს, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ყოველდღიურ ოპერაციებში გემის ვერტიკალური სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად დასაშვებ ზღვარზე ქვემოთ-ჩვემოთ რჩება გადაბრუნებამდე. FAA-ს ანგარიშის მიხედვით, ეკიპაჟის უმეტესობა გემის მთავარ გემბანზე იკრიბება, გემის დატოსტატოების შეკრების პუნქტებთან, მაგრამ გადარჩენილები ამბობენ, რომ ეკიპაჟის უმეტესობა უკანა გემბანზე შეიკრიბა. FAA ასკვნის, რომ გემი როგორც ჩანს, კარგად უმკლავდება ზღვასა და ქარს, მანამ აშეხდება უფრო დიდ ტალღებს, რომლებიც გადაბრუნებაში ცვლილს შეიტანენ. გადარჩენილები არ ეთანხმებიან, ისინი ამბობენ, რომ გემი ქართან და ტალღებთან ბრძოლაში იყო, რამაც სიკრესტის გადაბრუნება გამოიწვია. FAA-მ რეკომენდაცია გასცა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. იუნოკლმა დაიქირავა FAA, რათა გამოეძიებინა ავარიები.
მიუხედავად იმისა, რომ მათ გამოავლინეს ხარვეზები, კონსტრუქციის სტაბილურობის გამოთვლებსა და ოპერაციების სახელმძღვანელოში, ისინი მაინც რეკომენდაციას იძლევიან, რომ სიქრესტი კანონით ზღვისთვის ვარბისი იყო. თუ ისინი დაზაელებულებს დაექირავებინათ, მაინდაესებს, მათი რეკომენდაცია იგივე იქნებოდა თუ არა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჰიუსტონში, ტეხასში, იუნოკლი აღწევს შეთანხმებას დაღუპულთა ოჯახებთან, რითაც თავიდან აიცილებს სასამართლო პროცესს და აგვარებს ყველა მათ მოთხოვნას. კენტ ნოლანი, რომელმაც ეკიპაჟისთვის უსაფრთხოების თოკი დაამაგრა, გემის კაპიტანთან ერთად დაიღუპა გემის ხიდზე, როდესაც სიქრესტი გადაბრუნდა. მღვინთავები პოულობენ გემის ბატარეაზე მომუშავე საათს. ის აჩვენებს 13 საათსა და 50 წუთს იმ დროს, როდესაც სიქრესტი გადაბრუნდა.